პრესკონფერენციის დაწყებამდე მინდა დავაანონსო, რომ ჩვენმა სპონსორებმა ბონუსებისთვის $1 მილიონი გამოყვეს. ასე რომ ის მებრძოლები, რომლებიც თეთრ სახლში საღამოს საუკეთესო ბრძოლას ჩაატარებენ, $600,000 გაიყოფენ. გილოცავთ ბიჭებო, ვის აქვს პირველი კითხვა? ილია, აშკარაა რომ ბევრი მებრძოლი აცხადებდა პრეტენზიას თეთრ სახლში გამხდარიყო ჰედლაინერი. რას ამბობს შენზე ის ფაქტი, რომ UFC-მ ასეთი ისტორიული მომენტისთვის სათავეში სწორედ შენ ჩაგაყენა? სიმართლე გითხრა, არ ვიცი ეს ჩემზე რას ამბობს, მაგრამ ძალიან მადლობელი ვარ UFC-ს და ყველასი, ვინც ამ ივენთის ორგანიზებაში არის ჩართული და ვინც ეს შესაძლებლობა მომცა. ერთადერთი რისი თქმაც შემიძლია არის მადლობა და ამას ძალიან ვაფასებ. შენი ბრძოლები ჯასტინ გეიჯის წინააღმდეგ, რომელიც ერთ-ერთი თუ არა ყველაზე სანახაობრივი მებრძოლია მათ შორის, ვინც კი ოდესმე UFC-ს ოქტაგონზე გამოსულა. რასელი ჯასტინისგან და როგორ ემზადები მისთვის იმის გათვალისწინებით, რომ მისი მეტოქეები ბრძოლის შემდეგ როგორც წესი ბევრად უფრო ცუდად გამოიყურებიან ვიდრე მანამდე. მისმინე, ერთადერთი რაც დაზუსტებით ვიცი არის ის, რომ მას ჩემნაირთან არასდროს უბრძოლია და ერთადერთი რაც ჯასტინთან მინდა არის ის, რომ ბრძოლაზე გამოვიდეს და დანარჩენზე კი მე ვიზრუნებ, გესმის? ჯასტინ, გავიმეორებ, ყველას უნდა შენს ადგილზე ყოფნა. შენ ამერიკელი ხარ ამ ისტორიულ ქარჩი, თეთრ სახლში. შენი სიტყვები რეალობად აქციე. თქვი მოუგებ პედის და ვიბრძოლებ ტიტულების გაერთიანებისთვის ილიასთან. შენ ეს გინდოდა? როგორი ემოციები გაქვს ამ ისტორიული ივენთის წინ? დიახ, ეს უბრალოდ ოცნების ასრულებაა. თუ გავითვალისწინებთ იმას, საიდან დავიწყე, ჩვენ ყველამ რაღაცნაირად დავიწყეთ, მაგრამ მე არაფერი მქონდა. და ეხლა მე წარმოვადგენ ამ ქვეყანას ასეთ დონეზე, ჩემი კარიერის ამ ეტაპზე. ეს ის არის, რაზეც ვერც კი ვიოცნებებდი. ჩემი პირველი ბრძოლა ღია ცის ქვეშ ჩატარდა და ერთ-ერთი ბოლო ბრძოლაც ღია ცის ქვეშ ტარდება. ეს გიჟური ცხოვრებაა. ისე მზად ვიქნები ბოლომდე დავიხარჯო. სულ ერთია, მომიგებს თუ არა, მნიშვნელობა არ აქვს. იქ გავალ და ვეცდები ეს ნაბიჯვარი ნოკაუტში ჩავაგდო. 15 ივნის თეთრი სახლის გაზონზე რაკეტებს გაუშვებ. ამას გპირდებით. ბევრი ამბობს, რომ ახლა ილიას შესაძლოა საუკეთესო ისტორიული სერია აქვს ზედიზედ 3 მოგებით. შენ ბევრ დიდ მსუბუქწონოსანთან გიბრძოლია. როგორ აფასებ ილიას მათთან შედარებით? ვფიქრობ, ის ჩემს ცხოვრებაში ხაბიბის შემდეგ მეორე ყველაზე რთული ტესტია. მაგრამ დიახ, ეს 3 ნოკაუტი, ვოლკანოვსკი, ჰოლოვეი, ოლივერა, ლეგენდარულია და ამის გამო ჩემი გამარჯვება კიდევ უფრო კაშკაშა იქნება. კითხვა სირილ განს. მინდა კითხვა აბუდაბიში ტომთან ბრძოლის შემდეგ აღარც გვინახი ხარ და აღარც გვსმენია შენზე. როგორ მიდის შენი ცხოვრება? როგორ მოგწონს ასეთი მიღება ნიუ-ჯერსიში თეთრი სახლის ბრძოლის წინ? უბრალოდ აქ ყოფნა მიხარია. ოქტომბრიდან მოყოლებული ვარჯიშობდი, რადგან ველოდებოდი, რომ ასპინალთან რევანშს მალე ჩამინიშნავენ. სამწუხაროდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ის ბრძოლაზე ვერ დაუშვეს. ასე რომ ვარჯიშს ვაგრძელებდი და ახლა აქ ვარ. ძალიან ბედნიერი ვარ. ის რომ ამ ივენთის ნაწილი ვარ, დიდი სიამაყეა. შენ გიბრძოლია ისეთ ბიჭებთან, როგორიც არის ფრენსისი და დერიკი, ისეთ მაღალ ბიჭებთან, როგორიც არის ვოლკოვი. უკვე გქონდა სტერდაუნი პერეირასთან, რომელიც ქვემძიმე წონიდან ამოდის. გეჩვენება ის ქვემძიმე წონოსნად? არა, ის ნამდვილი მძიმე წონოსანივით გამოიყურება და ეს არც არის გასაკვირი, რადგან მინდა რაღაცა ძალიან საინტერესო გითხრათ. ბიჭებო, მომისმინეთ, ვიცი რომ ყველაფერი გესმით, ამიტომ გავაგრძელებ. როგორც ვამბობ, ჩვენ მასთან მანამდე ჰქონდა face-off-ი 2-3 წლის წინ პარიზში. ის არიას ტურნირზე ჩამოფრინდა. ძალიან გაგვიხარდა მისი სტუმრად ნახვა. ვიცოდი რომ დიდი იქნებოდა, მაშინაც დიდი იყო. და უფრო საინტერესო კითხვა ის არის, როგორ ეტეოდა საშუალო წონის ფარგლებში. აი ეს არის საინტერესო კითხვა. კითხვა პერეირას, შენ ისტორიას ქმნი, მესამე კამარი მესამე დივიზიონში. ბევრი მიიჩნევს, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვების შემთხვევაში შენ შეიძლება ჩაითვალო UFC-ს ისტორიაში უდიდეს მებრძოლად. გრძნობ თუ არა ამის გამო დამატებით წნეხს, თუ ეს ისეთივე ჩვეულებრივი ბრძოლა უბრალოდ თეთრ სახლში? შამა დიახ, მე ყოველთვის ძალიან ბევრს შრომობდი ზუსტად ასეთი შესაძლებლობისთვის, რადგან მინდოდა დიდი ბრძოლები მიმიღო. ეს მაძლევდა მოტივაციას და ბრძოლა მესამე კამრისთვის რაღაც წარმოუდგენელია. თუ გავითვალისწინებთ იმას, საიდან დავიწყე ჩემს ისტორიას, დანამდვილებით ვიცი, რომ ჩემი მაგალითით ბევრ ადამიანს ვაძლევს შთაგონებას და მოტივაციას. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. სირილი მძიმე წონოსნებისთვის მთელ რიგ უნიკალურ პრობლემებს ქმნის. შეგიძლია გამოყო მისი რომელიმე უნარი? რა თქმა უნდა, ყველა სპორტსმენი, ყველა მებრძოლი გარკვეულ სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ჩვენ ყველანი ვარჯიშობთ, ყველანი გამარჯვებისკენ მივისწრაფით. ის ამბობს, რომ მისთვის გამოცანაა, როგორ გავაკეთე საშუალო წონა, მაგრამ მე ყოველთვის ამისთვის ვემზადებოდი. ყოველთვის ვემზადებოდი მძიმე დივიზიონისთვის, ამიტომ ამ ორთა ბრძოლისთვის სრულიად მზად ვიქნები.
და კითხვა შენთვის დენა, პრეზიდენტმა ტრამპმა ეს ქამარი წარადგინა. სწორედ მესმის, რომ ამ ქამარს მეინსა და კომეინის გამარჯვებულები მიიღებენ. დიახ, ეს კამარი იქნება. პრეზიდენტი ტრამპი გადასცემს მას გამარჯვებულებს. ამის თქმა ჯერჯერობით არ შემიძლია, არ ვიცი. კითხვა მაიკლ ჩენდლერს, სატიტულო ბრძოლებს თუ არ ჩავთვლით, შენ ყველაზე დიდი ანდერდოგი ხარ ამ ქარtში. მიგაჩნია თუ არა, რომ მაურისიომ საკმარისი გააკეთა იმისათვის, რომ ბუკმეკერებისთვის ასეთი ნდობა დაემსახურებინა. და ხედავ თუ არა ამაში შენი მისამართი თუ პატივცემულობას. არა, მე ამაში არანაირ პატივცემულობას ვერ ვხედავ. ჩვენ სპორტში საკუთარ ამოცანაზე უნდა მოახდინო ფოკუსირება. ფეხებზე მკიდია, რას ამბობენ ბუკმეკერები და ის კოეფიციენტები. მე გამოვალ და ჩემს საქმეს გავაკეთებ ამერიკის დაბადების დღეზე, როგორც ამერიკელი ამ ისტორიულ ქარზე. პატივცემ მაურისიოს, პატივცემ იმას, რაც მან გააკეთა, პატივცემ მის რეზუმეს, მის მოგებებს, მის ჰაილაითებს და გეტყვით, რომ ამ სპორტში არიან მეომრები და მებრძოლები. მე კი სხვა დონის ვარ და როდესაც ჩვენ შორის მძიმე ბრძოლა დაიწყება, ვგეგმავ, რომ ის ღრმა წყლებში ჩავითრი და დავახჩო. და მაურისიო დღეს დილით დაანონსე, რომ ოფიციალურად წამოხვედი მებრძოლი ნერდებიდან. მოგვიყევი როგორც ჩაიარა შენ მომზადება ამ ბრძოლისთვის და გაგვიზიარი აზრები შენს ოპონენტზე, მაიკლ ჩენდლერზე. ეს ახალი ფაზაა ჩემს ცხოვრებაში. ყოველთვის ჩემს მეგობრებად მივიჩნევდი და მეყვარება მებრძოლი ნერდები. მაგრამ მინდა საკუთარ თავზე და ჩემს მომზადებაზე მოვახდინო ფოკუსირება. ძალიან მადლიერი ვართ ერთ სახში მაიკლ ჩენდლერის წინააღმდეგ ბრძოლის ასეთ შესაძლებლობისთვის. მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანი არაა უბრალოდ მოგება, არამედ ამის ეფექტურად გაკეთება მთავარი. რათა სატიტულო ბრძოლაზე გავიდე მერე და მე თქვენთვის ნამდვილ შოუს მოვაწყობ. კითხვა ეიმონ ზახაბის. ეიმონ სცენაზე გამოსვლისას საკმაოდ ცივად დაგვხდნენ. შენ ბევრჯერ გიჩხუბია კანადაში, სადაც ადგილობრივი გმირი ხარ. ემზადები თუ არა მხოლოდ ამ მომენტისათვის, არამედ საერთოდ მთელი მომავალი საბრძოლო კვირისთვის, სადაც შესაძლოა ბოროტ მოქმედის როლის თამაში მოგიწიოს. რა თქმა უნდა ველოდები, რომ ვაშინგტონში დამისვენენ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ რა თქმა უნდა შეგიძლიათ მას დაუჭიროთ მხარი ბიჭებო, მაგრამ საბოლოოდ ის ჩემთან ერთად აღმოჩნდება ოქტაგონში. იქ პირისპირ ვიქნებით ოქტაგონში და თქვენ მანდ ვეღარ დაეხმარებით. და კითხვა ლუის, დერეკ, როდესაც ეს კარდი დაანონსეს, ხალხი გაკვირვებული იყო, რომ მაშინ შენ არ იყავი, რადგან ჩვენ გვეუბნებიან, რომ დონალდ ტრამპის საყვარელი მებრძოლი ხარ. ჯოშმა კი ბრძოლის შემდეგ განაცხადა, რომ მას უთხრეს თითქოს ახლა ის არის ტრამპის საყვარელი მებრძოლი. რა სიტყვი ამასთან დაკავშირებით და გინდა თუ არა ამ სტატუსის შენთვის დაბრუნება? ჰო, ფეხებზე მკიდია ეს ყველაფერი. უბრალოდ მიხარია რომ ვიჩხუბებ. დენა გუშინ თქვი, რომ არმან სარუკიანი ამ ბრძოლის დამზღვევი იქნება. შეგიძლია ეს დაადასტურო? და ჯასტინ, ილია, თქვენი აზრი ამასთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ კიდევ ერთი ოპონენტისთვის უნდა მოემზადოთ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე თქვენთაგანს რაიმე დაემართება. დიახ, ეს სიმართლეა. მნიშვნელობა არ აქვს. არანაირი აზრი არ აქვს. ჩემთვის სულ ერთია ვინ იდგება ჩემს წინ. 15 ივნისს მას პირველივე წუთზე ყბას მოვგლიჯავ. მნიშვნელობა არ აქვს. არმანი იქნება ეს თუ ჯასტინი. კითხვა ჯოშ ჰოკინს. ჯოშ, წინა ბრძოლაში ბლეიზის წინააღმდეგ ფანტასტიკური ჩხუბი გვაჩვენე. 3 რაუნდიანი ომი. შეძლებ თუ არა დერეკ ლუისთან ასეთ ბრძოლას, თუ იმას გავითვალისწინებთ, რამდენად ძიმედ ურტყავს ის? უფრო ფრთხილად მოქმედება მოგიწევს? დერეკ ლუისი ჩმორი და სუსტი, ამიტომ დაასველა მან თავის ტრუსი. პენსიას მოგიწყობ პატარა ჩუსტო, ტუალეტის ქაღალდს გაყიდი სუსტო. დაგიხრეთ მუხლებს შეჩმორო და ზანგო, ტესტოსტერონის რეკლამის ბაგო. მეთანხმებით ნიუ-ჯერსი. რაც თქვა, იქიდან ერთი სიტყვას ვერ გავიგებ. გეუბნებით ბიჭებო, ეგ მიკროფონი პირიდან ამოაძრეთ. მესმის შავია, შავი და დიდია, ხო და ეგ რაღაცა პირიდან უნდა გამოაძროთ. თორემ ვერ გავიგე რას ლაპარაკობს. უბრალოდ მესმოდა რომ ღრიალებდა. გაიმეორე. როგორც ხვდებით, შენ მისი ნათქვამის და ზოგადად იმიჯის ფანი არ ხარ. ჰო, ამ ბიჭზე საერთოდ არაფერი მსმენია, სანამ ბოლო ბრძოლა არ მოიგო. აი მაშინ გავიგე მის შესახებ. მართლა გეუბნებით. მანამდე საერთოდ არც კი ვიცოდი ვინ არის. რამდენად მადლიერი ხარ დონალდ ტრამპის იმის გამო, რომ დენას უთხრა შენ აუცილებლად უნდა იბრძოლა ამ ქარtში. რამდენად მადლიერი ხარ ამ შესაძლებლობისთვის? ძალიან მადლიერი ვარ. იცით, ჯანდაბამ თეთრ სახში ჩხუბი ოცნების ახდენაა. ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩემს კარიერაში ასე შორს თუ წავიდოდი. თეთრ სახში ვიბრძოლებ. დერექს დისლექსია აქვს. ვერაფერს ვერ ხვდება. როცა მას მოვკლავ, მყრალი საფერფლესავით აყროლდება და ამ შაუმხეთს მალე ჩემგან მოხვდება. მეთანხმებით ნიუ-ჯერსი. ილია, ამ დღეებში ოვალურ კაბინეტში იყავი და როგორც ჩანს პრეზიდენტ ტრამპის გარემოცვა მოგეწონა. მის ხუმრობებზე იცინონდი. როგორი გამოცდილება იყო ეს და რატომ გაერთი ასე ძალიან?
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტთან გასაუბრობა საოცარი იყო. მას პირადად უთხარი, რომ არ ველოდი თუ ასეთი კეთილი ადამიანი იქნებოდა. ის თითოეულ ჩვენთაგან სიცნობდა, ასე რომ ეს გასაოცარი გამოცდილება იყო. ძალიან მაგარი იყო. სულ მოუთქმელად ველოდები იქ დაბრუნებას და ლამაზად მოგებას. კითხვა ჯოშისთვის. ჯოშ ჰოკიტის რომელ ვერსიას ვნახავთ თეთრ სახლში? პერეირამ წონა მოიმატა და გავს კინგ-კონგს. მისმა გოგომ თქვა, რომ არ უდგება ჭუჭუ ბინგო. მეთანხმებით ნიუ-ჯერსი. ვიღაცამ ახსენა, რომ პერეირასთან ერთგვარი სტერდაუნი ჰქონდა. რა სიტყვი ამასთან დაკავშირებით? აქ ყველას მოვკლავ, მე ყველას ვცემ. ოქროს წვიმას ალექს მივცემ. დავაფსაო თავზე, დედას შამას უზავ. შეხედეთ როგორ ამას ვიზავ. ის ყველაზე საშიშია პლანეტაზე, შეხედეთ როგორ ველაპარაკები, როგორც ჩემს ძაღს, აი ესე, წადი შენი, და რას იზავ, ვერაფერს ვერ იზავ. მასზე სათქმელი არაფერი მაქვს. დღეს ინტერვიუ ჰქონდა, გვერდზე ჩაიარა და ლაპარაკი დაიწყო. შევხედე და უთხარი შამა. ახლა კი მთელ სოფლიოს გასაგონად ლაპარაკობს, მაგრამ იქ რატო არაფერი მითხრა. შამა, ღმერთო ჩემო, მან თქვა შამა, მან ინგლისური იცის, ის ინგლისურად ლაპარაკობს, მაგრამ ამის ნაცვლად მხოლოდ შამა. მოდი ჩაიჯვი რა. ვინ ბაზრობს მანდ? წადი შენი შეპატარა ლაწირაკო. მე ნამდვილი ვარ, მე BMF-ის ჩემპიონი ვარ, პატარა ჯუჯა. წადი შენი, ადგილზე დაჯექი. სირი ხარ, დაეგდე მანდ. ამოეთრიე კაცების დივიზიონში, ნებისმიერს გავხევ ბიჭო. აქ ყველას ყიდი ხარ. შენს მაგივრად ბაზრობს ეს? ჩემი გამოსვლა გრემის იმსახურებს. ილია თოფურიამ კი ყველას გვასწავლა ის, რომ მაიამიში ცოლის ძებნა არ შეიძლება. მეთანხმებით ნიუ-ჯერსი. გააჯმევინეთ ამ ბოს.